შემდეგი ფიგურა, რომელიც უნდა ბავშვს წარმოედგინოთ, ასე ვთქვათ, არის აი ესეთი ჩარჩო, დასაშლელი ჩარჩო, რომლიდანაც ეს მთლიანად სახატავი ნაკრებია, ერთი სახატავი ნაკრები ეს ჩარჩო. ამოდის აი ესეთი ფორმის წერი. აი აქ აუცილებელია კიდევ თამბაქი გჭირდება უკვე. გჭირდება თამბაქი. აუცილებელია ის რომ მშობელმა დაუფიქსიროს, იმიტომ რომ ბავშვი თვითონ ამას ძნელად შეძლებს, ძნელად მოახერხებს. ხელით დავიჭირეთ, ოდნავ დააჭირეთ, რომ არად იყოს და არ გაცურდეს და შესთავაზეთ, რომელიც უნდა, რომელი ფიგურაც მოსწონს დასაწყისისთვის და ფანქრით იმოძრავოს აი ამ წრეში. მთავარია რომ კბილანები არ ამოვარდეს, კბილანა იჯდეს თავის გარეთა კბილანაში და ფიგურა თვითონ იმოძრავეს. ეს არის აი ეს წერტილები სულ სხვადასხვა ნახაზებს მოგცემს და აქ ბევრი ფერადი ფანქრები მიეცით და მოენიშნეთ სხვადასხვა წერტილი. დაუშვათ ამოთ ერთი წერტილი და უთხრეთ ბავშვებმა, ცადოთ ეს რას დახატავს, აი გამოიკვეთა უკვე რაც დახატა ამ წერტილმა. აი ასეთი ნახატები გამოდის. შემდეგ სხვა წერტილი და სხვა ფანქარი. აბა ეს წერტილიც ცადოთ რა გამოვა. აი აქედან სულ სხვა ფორმა მივიღეთ. სხვა ფორმა. ამასთან მუშაობის დროს სასურველი აუცილებელიც არის, რომ ხელი შევანაცვლებინოთ. ანუ მე როგორც ვთქვი, ბავშვი აუცილებლად ეცდება, რომ მისთვის აქტიური ხელი დაასაქმოს ხოლმე. შევახსენოთ პერიოდულად, რომ გადავიდეს ახლა მეორე ხელით მუშაობაზე. აქაც გართულების საშუალება, მშვენიერი საშუალება, როდესაც ერთი მიმართულებით კარგად აითვისებს, შევახსენოთ, რომ ახლა უკუმიმართულებით წამოვიდეს მეორე მხარეს. ორივე ხელი. ხან ერთი ხელი, ხან მეორე ხელი. იგივე პრინციპით მოძრაობს ფიგურა აი ამ ჩარჩოშიც და ახლა გადავიდეთ იგივე ამ სახატავი ნაკრებიდან ამოგვივიდა ასეთი ჩარჩოები და ვნახოთ ახლა ესენი რას აკეთებს. ამიღოთ აი ეს პატარა ზომის ჩარჩო. დიდი ძალიან დიდია, ამის ირგვლივ რო ფიგურა მოძრაობს, შეიძლება საერთოდ თამახს გადაცდეს კიდეც ეს პატარა ფიგურა მოგსწავლებული. დიდ თუ ავიღებთ, აუცილებლად გადაცდება საზღვარს და ცოტა დიდი ფორმატის კაფალდი სჭირდება. ამიტომ პატარა ავიღოთ, მარტივი რო იყოს უფრო. შიგნიდანაც, აი ამ ჩარჩოს შიგნიდანაც შეუძლია მოძრაოს ეს ფიგურა. აი ესე. და გარედანაც. გარედან მოძრაობის დროს ბავშვი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ფანქარი უცაბედად არ მოხსნას წერტილიდან. საერთოდაც ჯობია თქვენ უფიქსირებთ, რომ ფანქარი არ ამოიღოს იმ წერტილიდან, სადაც ფანქრის წვერი გვაქვს, იმიტომ რომ სხვა ხაზი გაგრძელდება, მე არ დასრულდება ის ნახაზი, რასაც აკეთებდა. თუ დაუშვათ, საჭირო გახდა, რომ მოხსნას ფანქარი და უთხრათ, რომ დაიმახსოვროს, რომელ წერტილში მუშაობდა და ისევ იქიდან გააფრთხილოს. ესეც ყურადღების კონცენტრაციისთვის არის, რომ თვალით დაიმახსოვროს აი ამ წერტილებს შორის, რომელი იყო მისი სამუშაო წერტილი. შემდეგი სამუშაო რაც გვაქვს არის ისევ იგივე პრინციპით დასაშლელი ჩარჩო, აი ესეთი სახატავი ნაკრები, ისევ აქედანაც ის დიდი და პატარა ფიგურები, რომლითაც იგივე პრინციპით ხდება ხატვა. როდესაც ერთთან იმუშავებს, აი ამ ერთ-ერთ ჩარჩოსთან იმუშავებს ბავშვი, ჩვეულებრივ აითვისებს მეორეს არაფერი ახსნა აღარ დაჭირდება. მთავარია რაც თქვი კიდევ ვიცახი, რომ მშობელმა დაუფიქსიროს ხელით უფროსის მონაწილეობა, ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მქონია ხოლმე შემთხვევა, როდესაც შეიძენენ მშობლები და უთქვამთ, რომ მე მთელი დრო ვარ დაკავებული სამსახურში ვარ და მინდა რომ რამით გაერთოს. და ცოტა გული მწყდება ხოლმე, ანუ ეს გართობა მაშინ არის, როცა დედაც თან ახლავს ბავშვს, ანუ პატარა ბავშვისთვის ეს გასართობი ვერ იქნება. დიდი ადამიანისთვის ახლა ვინც გააზრებულად მოკიდებს ხელს და იცის რისთვისაც აკეთებს, შეიძლება კარგადაც გაერთოს ნამდვილად და აი თამაშის შეგრძნება გაუღვიძოს და გაუჩინოს დასრულს აი ამ ნაკრებთან მუშაობა, მაგრამ პატარისთვის ეს არ არის გასართობი, არ არის სათამაშო, ეს არის სამუშაო, ეს არის სამეცადინო, სავარჯიშო ნაკრები, რომელშიც აი თუ გინდათ რომ ბავშვი ნასიამოვნები და კმაყოფილი დატოვოთ, აუცილებელია რომ დედა, მამა, ბები, არ ვიცი, ნებისმიერი უფროსი, ოჯახის წევრი იყოს ჩართული აი ამ საქმიანობაში.